გამარჯობა მეგობრებო. ეხლა ის რაღაც ციკლივით მინდა გავაკეთო, სადაც რაღაცა ისეთ მარტივ ცნებებზე ვილაპარაკებ, რომელიც მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და ხშირად ძალიან манипуლაციურად გამოიყენება საქართველოში რა. პირველი ეგეთი ამბავი არის საქართველოს MŠP, საქართველოს ლიანი შიდა პროდუქტი. გეოსამამულო პროდუქტი. ხო, ანუ საქართველოში რაღაცა ქართული ოცნების პერიოდში ძალიან ხშირად გამოიყენება манипуლაციურად ეს მთლიანი შიდა პროდუქტი და ანუ იდეაში ეკონომისტი როდესაც ამას საუბრობს, ის გულისხმობს რეალურ მთლიანი შიდა პროდუქტს და არა ნომინალურ შიდა პროდუქტს. თუმცა ნომინალ ამას უკვე ჩავშლი თუ რატო და რომელი რას ნიშნავს და შემდეგ. თუმცა ამის თავი გამოწვევის მიზეზი არის ის, რომ ნომინალური MŠP ყოველთვის გაცილებით ბევრად დიდია, ვიდრე რეალური MŠP. საქართველოში ნომინალური MŠP, ნომინალური MŠP რა არის, ეს თქვა, ხო? ნომინალური MŠP არის საქართველოში წარმოებული მთლიანი ყველაფერი რაც არის გამოუკლებლად ინფლაციისა. ხო, რამე კეთილ თორმეტ წერია, ეს არის რიცხვი, რომელსაც ეს არის ქვეყნის მიერ წარმოებული დოვლათი მიმდინარე ფასებში, ანუ ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. ხო, 2025 წლის მონაცემებით ეს ციფრი არის 91.5 მილიარდი ლარი, ხოლო 2012 წლის მონაცემებით ეს ციფრი იყო 26 მილიარდი ლარი. ხო და ეხა რაღაცა 26 მილიარდი ლარიდან 91.5 მილიარდ ლარამდე ზდავა მაგარია გამდიდრდით. რაღაცა ხო ეგეც შეგრძნებას იწვევს იდეაში რა, რაღაცა გაუცოცხლობრივად. მაგრამ არ უნდა აღვყვეთ ამ პროვოკაციას, მეგობრებო. იმიტომ რომ ანუ აი სინამდვილეში აგრას მოხდა არის ის, რომ არა პროდუქტის რაოდენობა, არამედ პროდუქტის ფასი გაიზარდა 3.5-ჯერ. ანუ აი მაგალითად თუ სახელმწიფო ვართ, აი რაღაცა ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენ ერთადერთი რასაც ვაწარმოებთ, ეს არის პური. და ჩვენ ვაწარმოებთ, აი მაგალითად 100 ცალი პური გავაკეთეთ რა. და თითოს ვყიდით თითო ლარად. ანუ ჩვენი MŠP გამოდის 100 ლარი. მაგრამ აი შემდეგ წელს რა ვაწარმოეთ ისევ 100 პური, თუმცა თითო პური გავყიდეთ 2 ლარად. ანუ ჩვენი MŠP გამოდის 200 ლარი. მაგრამ ჩვენ ხომ არ გვიჭამია 200 პური. ანუ ისევ ჭამით 100 პური, თუმცა გადავიხადეთ ორჯერ ძვირი და შესაბამისად ჩვენი MŠP-ც გახდა ორჯერ უფრო დიდი. აი ესეთი манипуლაციური სახე აქვს თვითონ ნომინალურ MŠP-ს და შესაბამისად მასზე დაყრდნობა ანალიზისას არ არის ნამდვილად. ამიტომ გამოიყენება ყოველთვის რეალური MŠP. აი რეალური MŠP უკვე არის რაღაცა ქვეყანაში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი, უკვე გასუფთავებული სახით, ანუ გამოკლებული ინფლაციისგან და ის გვიჩვენებს ეკონომიკის ფიზიკურ მოცულობას. და ანუ ეს განსაზღვრება აი როგორ მაგალითად რომ პირობითად ჩვენ ავიღებთ რომ აი 2015 წელი არის ჩვენი საზომი და აი პირობითად 2015 წელს რაც იყო ფასები და რაც იყო უშუალოდ რაღაცა მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტი, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის, ამას ვიღებთ საზომად და ამას ვადარებთ პირობითად 2025 წლისას და ეს 2025 წელს ეს ციფრი არის 45.8 მილიარდი ლარი. ანუ თუ დავაკვირდებით ნომინალურ MŠP-ს, რომელიც არის 91.5 მილიარდი ლარი, ორჯერ მეტია რეალურ MŠP-ზე, რომელიც არის 45.8 მილიარდი ლარი. და ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკის ნახევარზე მეტი არის უბრალოდ რაღაცა ფასებით გაბერილი ჰაერი რა. ანუ რაღაცა ჩვენ 91.5 რაღაცა 5 მილიარდი ლარის
საკვებს კი არ მოვიხმართ, არამედ ვჭამთ 45.5 მილიარდი, ეს ცუდად რო ვთქვათ, 45.8 მილიარდი ლარის საკვებს და ამაში ვიხდით 91.5 მილიარდ ლარს. ანუ არა ამთან ის 45.8 მილიარდი წარმოების ხარჯი კი არა, ამ ყველაფერი რა, ანუ ესე იგია. ხო და ну ამის რაღაცა ყველაზე ობიექტური საზომი არის მშპ-ის დეფლატორი, რომელიც ითვლის არა სამომხმარებლო კალათას, არამედ ზოგადად ფასების ინდექსს რამდენად გაზრდილი არის ყველაფერზე რა. ხო და როდესაც აი კოცები გვეუბნებიან, რომ 98 მილიარდიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ქვეყანა ყვავდება და ასე შემდეგ, რეალურად თუ ჩვენ კარგად დაუკვირდებით, ციფრები გვიჩვენებს, რომ ჩვენი წარმოება 48 მილიარდს რაღაცა ძლივს ხდება და ანუ სხვაობა 50 მილიარდი, რაც არის ნომინალურ მშპ-სა და რეალურ მშპ-ს შორის არის ის ჰაერი და ის ტვირთი, რომელსაც ჩვენ სახელმწიფო გვაკისრებს და გვირთულებს ამითი ცხოვრებას. ასე რომ მეგობრებო, არ აღვყვეთ манипуляციას, გავარჩიოთ რეალური მშპ, ნომინალური მშპ და აინც და მაინც ნუ ვენდობით ეკონომიკაზე საუბრისას იურისტებს ეს ისე ჩემი მეგობრებო, შემოიქნა. შევხვდებით შემდეგ თემაზე საუბრისას.